ერთი მთავარი მოვლენა, ანუ ლოკალურად მთავარი მოვლენა, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვება. ამ წუთებში ბაჩიაშვილი თუ არ მეშლება ტევ პირველზე არის და იქ შეიძლება აკეთოს განცხადებას, მაგრამ შენი აზრით რატომ დატოვა ახსნა, უბრალოდ როგორ დატოვა ქვეყანა? ანუ ეს უბრალოდ მოქმედე მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ ოცნების თუნდაც ძალოვანი სტრუქტურები ჩამოშლილია, იმიტომ რომ კაცი, რომელსაც როგორც ვიცი, შეიძლება არასწორი ინფორმაცია, პასპორტით ჩამორთმეული ქონდა, ისტოვებს ქვეყანა. საზღვარი როგორ გადაგვიდა? ტრაგედია იმაში არის, მოდი ორ ნაწილად გიპასუხებ. ტრაგედია იმაში არის, რომ ძალოვანი სტრუქტურები ნამდვილად ჩამოშლილია და მათი ერთადერთი ფუნქცია არის მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების მიყურადება, შეიძინეს ახლა დამატებითი აღჭურვილობა, რომ ტელეფონში ან კომპიუტერში წაშლილი ინფორმაციაც კი რაღაც შეძლონა ისრაელიდან კი ბატონო იმ აპარატურის გაშიფრვა ასენ. სიგნალის გაშიფრვა. ის რასაც ქვია მათი პირდაპირი ვალდებულებები ან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, საზღვრის დაცვა მოშლილია. დღეს ბატონი პაატა ბურჭულაძის ასე ვთქვათ კომენტარი მომხვდა თვალში, ჯერო სააკაშვილი ისე შემოვიდა და შემოიპარა ქვეყანაში, შუმა ვერ გაიგო და ეხლა ბაჩიაშვილი, რომელსაც პასპორტი არა აქვს პასპორტი, ისე გავიდა ქვეყნიდან, რომ კაცი შვილმა ვერ გაიგო და შინაგან საქმეთა სამინისტრო საინფორმაციოდან გაიგო, ხო? ეს რას მიუთითებს, რომ ჩამოშლილია ერთი კორუფცია არის. ხო, ანუ ბაჩიაშვილი გავიდოდა, არ ვიცი ხა დეტალები, რა თქმა უნდა, სანთელი ამჭერია, მაგრამ ფაქტია, რომ თუ მას პასპორტი არ ქონდა, მისი კვეთა ქვეყნის საზღვრის იყო შეუძლებელი. მაგრამ ფაქტია, რომ ის ძალიან შორს არის. საინტერესო მოსაზრება ქონდა ამაზე გია ხუხაშვილს, დღეს უსმენდი, მან თქვა, რომ ანუ ალბათობით, რომ ბაჩიაშვილს თავიდანვე ქონდა უცხოურ სპეცსამსახურებთან კავშირები და ის გაიყვანეს, ეს ყოველთვის სპეცოპერაცია და ის გაიყვანეს ქვეყნიდან, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი და ბევრი ინფორმაცია აქვს ბაჩიაშვილს, ვიდრე ის ლაპარაკობდა და ეს დასავლეთის თქვენ მეთოდზე ლაპარაკობთ. მეთოდი შეიძლება არ ვიცი, კიდევ ერთხელ არა მარტო მეთოდი, თვითონ აქ არის თუ ის იყო კავშირზე სპეცსამსახურებთან, ამის მტკიცება ცოტა რთულია, თან მით უმეტეს დღეს პირველი მოსმენით პარლამენტმა ასევე მიიღო კანონპროექტი სახელმწიფო ღალატის შესახებ და ერთ მუხლში 3-7 პრიმა მუხლი იქნება, რომლითაც დაერევიან ახლა ასე ვთქვათ საზოგადოების წარმომადგენლებს და იქ დაახლოებით 20 პუნქტია ჩამოთვლილი, რის გამო შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო წრე და მოღალატედ. ამიტომ კიდევ ერთხელ იყო თუ არა და არის თუ არა ბაჩიაშვილი ან თანამშრომლობს თუ არა ბაჩიაშვილი უცხოურ ქვეყნების სპეცსამსახურებთან, ამაზე მე ნამდვილად პასუხი არ მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ ის გაიყვანეს, თვითონ გავიდა ქთამიმიცა მესაზრე რაც მოგა ფაქტია გავიდა ბაჩიაშვილის ივანიშვილისთვის თუ აქ უფრო საშიშია? არა, ქვეყნის გარეთ ბაჩიაშვილი საფრთხეს წარმოადგენს თავისთავად ივანიშვილისთვის, ვინაიდან ესეც ჩემი ვარაუდია, მე არ მქონია გიორგისთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ რატომღაც მაგ შინაგანი რწმენა, რომ ბაჩიაშვილს ექნება რაღაცა დამატებითი აუდიო თუ ვიდეო თუ სხვა დოკუმენტური მასალა, რომლიდანაც საკმაოდ ბევრი რამის გაგება შეიძლება და შეიძლება ვიღაცამ დამისვა შეკითხვა, რომ კი მაგრამ თუ ეს ყველაფერი აქვს, აქამდე რატო დუმდა, არ ვიცი რატო დუმდა, შეიძლება ელოდებოდა პროცესი, შეიძლება რაღაცა ვაჭრობა მიდიოდა, შეიძლება ისე, შეიძლება ესე, ძალიან მკითხაობა იქნება ყავაც. აი, ნახოთ უახლოეს კვირეებში გამოჩნდება ბაჩიაშვილი რა სიტყვის და რა სიზამს. კიდევ ერთხელ მე მას პირადად ვიცნობდი და ვიცნობ, საკმაოდ ერუდირებული, ენერგიული და განათლებული ადამიანია. მის ცხოვრებაში სანამ ის ივანიშვილის გარემოცვაში იყო, რა ხდებოდა არ ვიცი, ვინაიდან ჩემთვის ძალიან დიდი გულისწყლივილი იყო, როდესაც მან დაიწყო მუშაობა ივანიშვილთან. ამიტომ გამოჩნდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ბაჩიაშვილი თავის სერიოზულ როლს ითამაშებს ამ რეჟიმის კონსტიტუციურ ჩამოშლაში.